მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, ჩვენ ვიწერთ გადაცემას, რომელსაც ქვია კონსერვატორია. ჩვენ დავიწყოთ ყოველ შემთხვევაში ესეთი სურვილი მაქვს და თქვენს ამხევით თუ შეიძლება საერთაშორისო ამბით რუსეთის დასუსტებით. რუსეთი უკვე კარგი ხანია, რამოდენიმე თვე რაც სუსტდება ამ ომში, ალბათ თქვენ ყველამ ნახეთ ეს ძალიან მომაკვდინებელი დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე, რომელსაც ახორციელებენ უკრაინელები და ბოლო ახლა ლენინგრადში უბრალოდ პეტერბურგში აქვს რაღაც ფორუმი და რამოდენიმე კილომეტრის მოშორებით დაიბომბა იახტა, ნავთობ ტერმინალი და ქარხანა, ნავთობ ქარხანა. რითი არის ეს განპირობებული? ეს განპირობებული იმით წარუმატებლობით პუტინის ფრონტზე. და თითქოსა მასობრივი მობილიზაციის გარდა არაფერი არ დარჩენია პუტინს. ესეთი განცდა აქვს. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ამ ხრივ საქართველოზე რა გავლენა ექნება? ამაზე მინდა გესაუბროთ. მე არ ვზიარებ იმას, რომ რუსეთის სუსტება ან ძლიერდება, უბრალოდ ჩვეულებრივი ჩემს საომარი პროცესია, იმიტომ რომ ახლა რავი ხარ თუ აკვირდებით საომარ პროცესს აღმოჩენთ, რომ იქ მაგალითად ქალაქი კონსტანტინოვკაში და ლიმანში უკვე ბრძოლებია და მალე დაეცემა. უბრალოდ 4 წლის თავზე უკრაინამ თავისი პარტნიორების დახმარებით აღმოაჩინა რაღაცეები, რაშიც უჭერს რუსეთს და იყენებს ამას ისევე როგორც დრონებს გულისხმობ. ისევე როგორც რუსეთი იყენებს თავის ძლიერ მხარებს, ჩვეულებრივი პროცესია რა, ახლა ცით რა არის წელი ძალიან ბევრი იყო. შავა, ნახე, მე არასოდეს არ ვიზიარებდი იმ პირველ დღეების მერე. პირველ დღეებში მეცხოვნა რომ ანუ მოდი თქვათ რა, უკრაინა არის ძალიან დიდი ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც უკან უდგას 50 სახელმწიფო მთელი თავისი სამხედრო მანქანით. ანუ შესაბამისად, უკრაინის წარმატებები თუ ვინმეს უყვირს, არ უნდა გავუკვირდეს. თუმცა აქვთ მათ სერიოზული წარმატებებიც. აქ სხვა რამეზე მაქვს აქცენტი. პუტინმა მოინდომა ჩიჩის და ბაბაც, ანუ პუტინმა მოინდომა რომ გარეგნულად მის ქვეყანას, მის ქალაქებს, სოფლებს არ დატყობოდა, იმიტომ რომ ცხოვრება არ შეცვლილა დიდ ქალაქებში და პატარებშიც კი, მაგრამ ამავე დროს მოინდომა რომ ეს ომი სწრაფად დაესრულებინა. აი ეს ორი შეუსაბამო რაღაცა ხომ არ იცვლება უკვე. ანუ ეს ხო არ დაინახეს რუსებმა რომ ეს შეუძლებელია. არ ვიცი მე მაგას არ ვზიარებ, მე ვთვლი რომ ანუ რუსეთს ანუ მოდი თქვათ რა 2022 წელს მთელი მსოფლიო იძახოდა რომ რუსეთი დაიშლებაო. ეგ კიდურესობა. ხო, ეგ ჩვენ გვახსოვს. ეხლა, ანუ ჩემი აზრით უბრალოდ ეხლა ყველაზე მთავარი იმ შეიცვალა რომ ეხლა ბოლო პერიოდში უფრო მეტად ამუშავდა დასავლეთის ყველაზე ძლიერი იერარქია, ეს არის საინფორმაციო ტექნოლოგიური ომი. იმიტომ რომ კი ობიექტურად რუსეთს და უკრაინას თუ შევადარებთ ერთმანეთს არის ძალიან სერიოზული განსხვავება. უკრაინაში არ არსებობს საზოგადოებრივი აზრი, რუსეთში არსებობს საზოგადოებრივი აზრი. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ პირიქით ამბობენ ხოლმე, რომ უკრაინელები მიზახიან, რომ ჩვენთან ისეთი დემოკრატია პირიქით არის, ანუ რუსეთში არის საზოგადოებრივი აზრი და რუსეთში არის სერიოზული პრობლემა რა, ანუ აღმოჩნდა რომ მაგალითად სანქტ-პეტერბურგს თუ ლატვიიდან დაბომბებენ დრონები, სანქტ-პეტერბურგი არის დაუცველი. მოსკოვი შედარებით დაცულია, იმიტომ რომ რაღაცა პარანოიდალური რაოდენობის ანტისაჰაერო თავდაცვა, თუმცა მაინც ხდება რაღაცების გარღვევა. ვერ დაიჭერ 500 დრონს ერთდროულად. ხო, ისე როგორც მაგალითად, როდესაც ანუ რუსეთმა რამოდენიმე დღის წინ უპასუხა უკრაინას, იქ საერთოდ ვერაფერი ვერ ჩამოყარა. ანუ მოდი თქვათ რა, ანუ ეს ომი არის ძალიან ძლიერი და მძლავრი ომი და მე აბსოლუტურად არ ვიზიარებ. არ ვიზიარებ შემოწმებას. მაგ პოზიციას. კითხვას დავაზუსტებთ, ესე იგი, რუსეთი 4 წელზე მეტია იბრძვის, მაგრამ არ იბრძვის სრულფასოვნად. როგორც პუტინი ამბობდა, სხვა ჩვენ ხშირად ავას პუტინო, ჩვენ ჯერ კიდევ არ დაგვიწყია, ჩვენ ნამდვილი ომია. არ ვაწარმოეთ და ასე შემდეგ. ხომ არ დადგათ რომ რუსეთში, როდესაც მართლაც ვსტავაი სტრანა огромная უნდა იმღერონ და სრული მობილიზაცია უნდა გამოაცხადონ, რომ სწრაფად დაამთავრონ ეს ომი, რომელიც ეკონომიკას პრობლემებს უქმნის. სრული მობილიზაცია რუსეთის ისტორიაში ყოველთვის მაშინ ხდებოდა, როდესაც რუსეთის ტერიტორიაზე შედიოდა მოწინააღმდეგე. თავდაცვით ეს და იდეოლოგიურად მას დანარჩენი საზოგადოება აყვებოდა. ეხლა რადგან განცდა მაინც არის, რომ სხვა ქვეყანაში ხდება,
ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური წარუმატებლობა დაგიქმება და ეს შემთხვევითი არ არის ახლა მარტო ის კი არ არის რომ ინახოს ეს პოლიტიკური მარცხის თვალსაზრისაა საყოველთაო მობილიზაცია. თავი მომენტი ხარ ყოველთვის აი თუ რაღაცა ისტორიული ეპოქა შეიძლება შეადარო ეს არის ალბათ პირველი მსოფლიო ომი და რატომ პირველი მსოფლიო ომთან მსგავსება. პირველი მსოფლიო ომამდე ყველას ეგონა და მართლა წინა ომებიც, მაგალითად პრუსიულ-ფრანგული ომიც აჩვენებდა რომ ომები იყო ძალიან სწრაფი. და სწრაფად შეიძლებოდა აი მაგალითად ბისმარკმა სწრაფად დაამარცხა ფრანგული არმია და სწრაფად შეიძლებოდა 2 კვირა 3 კაი 2 თვე უნდა გაგრძელებულიყო ეს მეტი არა. აღმოჩნდა რომ ტექნოლოგიები მაგ პერიოდში ისე განვითარდა თავდაცვითი რომ აჯობათ შეტევის ტექნოლოგიებს. ეს ტექნოლოგიური დისბალანსი თავდაცვითი ტექნოლოგიებს ესეთი სწრაფი განვითარება ვერ უზრუნველყო ის რომ შლიფენის გეგმა ვერ განხორციელდა, ანუ სწრაფი აღება საფრანგეთის ვერ მოხდა და მე დიდი ბრძოლები სადაც თითქმის მილიონი ადამიანი დაიღუპა საბოლოო ჯამში სომე ექნებოდა თუ კიდე სხვა ბრძოლა. არანაირი ტერიტორიული რაღაცა უპირატესობა ვერ მოიპოვა ვერც ერთმა მხარემ რა ანუ ეს იყო რაღაცა ისეთი სასაკლაო იყო სადაც ხორცაკები მანქანა ამის შემდეგ როდესაც მიხვდნენ ორივე მხარე რომ ვერ ახდენდნენ სწრაფ გამარჯვებას გერმანელების სტრატეგია იყო რომ რაც შეიძლება მაქსიმალური რაოდენობით ფრანგები დაეხოცოთ აი უბრალოდ სახალხო რესურსი გამოვიფიტათ აი ეს და ეგ მე 16 წელს შეცვალეს და 16 წლიდან ეს სტრატეგია იყო რომ მაქსიმალური ამოხოცონ ტრის და მაქსიმალური ზიანი რესურსის შემცირება და ამას საბოლოოდ გამოიწვია ის რომ ესე იგი ფრონტის ხაზი იყო პრაქტიკულად გაყინული თითქმის გაყინული ხო ნუ რამდენიმე კილომეტრით იქით რამდენიმე კილომეტრით აქეთ არის რაღაც დიდი პრობლემები დიდი რაღაც გარღვევები არ ყოფილა მეც ვაკვირდები რომ ის სამხედრო ტექნოლოგიები რაც ომამდე იყო ამ ომმა იმდენად სწრაფად დახვეწა ეს ტექნოლოგიები რომ აღმოჩნდა რომ რუსეთის სიღრმეები არ ყოფილა დაცული საერთოდ დრონების სისტემები უპილოტო საშუალებები და ასე შემდეგ ცვლის ზოგადად ომის ფსიქოლოგიას და ყველაფერს ხასიათს მათ შორის ხო აღმოჩნდა რომ ნუ რა ვიცი შეგიძლია გეგონოს რომ აქ სადღაც შორს მიმდინარეობს ომი და შენთან არ მიმდინარეობს და უცბად პეტერბურგში აგიფეთქდეს აგერ ქარხანა ხო უცბად რაღაცა მოსკოვში корпуს დაეჯახოს დრონი უცბად რაღაცა ესეთი რაღაცა მოხდეს და აღმოჩნდა რომ ეს თურმე ომი ეს არ არის რაღაც შორეული რაღაცა პერსპექტივა შორეული რაღაც მოვლენა ეს რა თქმა უნდა ძალიან ისეთი მომენტია ფსიქოლოგიურად ძლიერი მომენტია და ეს აჩვენებს იმას რომ ის დარწმუნებულება და ამიტომ ეხლა აღიქრება რომ რუსეთი სუსტდება ცივი იმით რომ შევხედოთ ცივი გონებით სტატისტიკით ალბათ ესე არ არის და არ იქნება ეს მაგრამ განცდის დონეზე ეს ესე არის რომ რუსეთის მანტიას ვეღარ კარგავს რა თქმა უნდა აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს ესეთი მნიშვნელოვანი პრობლემა როდესაც ომი შედის რაღაცნაირად ჩეხომ მდგომარეობაში და ტექნოლოგიური რაღაც გამოსავალი და ეს ტექნოლოგიური გამოსავალი სხვათა შორის ეგ არა მარტო რუსეთს კი არა ისრაელსაც იგივე პრობლემა აქვს ყველა ამ სახელმწიფო ამერიკასაც იგივე პრობლემა აღმოჩნდა ირანთან მიმართებაში აღმოჩნდა რომ ყველა ეს ზე სახელმწიფოები რომლებსაც ამხელა ბიუჯეტი აქვს სამხედრო თავდაცვითი ბიუჯეტი აქვს პატარა რაღაც სახელმწიფოებს შეუძლია გაცილებით ანუ ესე ომის ეკონომიკაში შეუძლია გაჯობა. ოფრო იაფიანი, ოფრო ისე ვირტუალური გამოსავალი, რომელსაც არ მიმართო არასოდეს. აქედან გამომდინარე, ესე იგი, ეს არის ის პერიოდი, სადაც ერთმანეთს ეჯახება ფსიქოლოგიური განწყობები და ფაქტორები და შრალი გაძლებაზია სტატისტიკა. ეხლა ნიკუშამ გამოახვილა ყურადღება შრალ სტატისტიკაზე. ნიკუშამ გამოახვილა ყურადღება, რომ რუსული ჯარი ფრონტის ხაზზე წინ მიიწევს და მართლაც რო ავიღოთ ნელა მართალია კუსნაბიჯებით, მაგრამ წინ მიიწევს ეს ესია, მაგრამ არსებობს მეორე განწყობა, უკვე საზოგადოებრივი განწყობა. აი ამ სივრცეში, რასაც საინფორმაციო კულტურული არ არის წარმატებული. აქ რუსეთის შიგნითაც ექსპერტულ დონეზე ჩდება ეს განწყობა, რომ რაღაცა ესე არა ვარ და აი რუსეთის შიდა სოციალურ განაწილებაზე ვიტყოდი, იქ რამდენიმე ჯგუფი შეიძლება გამოყოთ. ერთი არიან აი ეს
ესეთი hardliner-ი, ესეთი კონსერვატორები, აი ძერჟავნიკი, ქორები, ასე ვთქვათ, რომ აი ბოლომდე და ეს არის აი ვთქვათ დუგინი რასაც ამსვა, ეს არის სიკეთის და ბოროტების ბრძოლა. ხო, და ნუ რას მედმედეს რა როლიც აქვს. რა როლიც აქვს მორგებული. როლი რაც აქვს მორგებული ეს. არიან ლიბერალები, ან ესე ეგრეთ წოდებული მე-6 კოლონა, რომელიც აი ჩუმი მე-5 კოლონა უბრალოდ არ მოწონს, მაგრამ მიყვება დინებას. არის შუა მოსახლეობა, რომელიცაც უნდა რომ აი რუსეთი რაღაცა იყოს ძლიერი. ხო, მაგრამ დაჭიანურება არ მოსწონთ. ანუ რა ბევრი სოციალური ფენა და ჩემი აზრით ეს დაბომბვები ამათ კონსოლიდაციას შეიძლება უკმაყოფილო რაღაცა სფეროებში იყოს, მაგრამ კონსოლიდაციასაც ახდენს, რომ კი მე უკმაყოფილო ვარ, თქვა, აი პირობითად რუსის მანტია რომ მოვირგოთ, ხო? რომ მე უკმაყოფილო ვარ, იმიტომ რომ უკრაინა მე 5 წელი ვერ დავამარცხე, რაც მიზანი მქონდა ეს დენაციფიკაცია ეს ვერ გავაკეთე, ჩემი მთავრობის უკმაყოფილო ვარ, მაგრამ უფრო უკმაყოფილო ვარ იმის, ვინც მე პეტერბურგს მიბობს და ამითი ასე ვთქვათ, პუტინს ასე ვთქვათ, საშუალება აქვს, რომ აი კი ჩემით უკმაყოფილონი არიან, მაგრამ აი ცუდები ისინი არიან რომ გვიბომბავენ და ანუ მთლიანობაში რო ვთქვათ ანუ ეს ახალი რეალურად ეს ომი იყო ტრიგერი ან მულტიპოლარული სამყაროს კიდე უფრო მეტად გამოკვეთისთვის ანუ ის მოლოდინები რაც იყო რა ვთქვათ რუსეთ ანუ ორივე მხრიდან არც ერთი არ გამართ ანუ რაღაც ჩვენ ხო სხვა სამყაროში ვიყავთ ეს სხვა ცნებებით ვიყავთ მე მახსოვს ხო ეგ ერთად მეორე დღეს მქონდა გადაცემა მახსოვს რა აი სულ სხვანაირად არის აი რა არის სამყარო როგორია ომი რა სუვერენიტეტის რა დოზა შეიძლება მოვიპოვო და ასე შემდეგ რუსეთი არ დაიშალა არ ჩამოიშალა სანქციები 3 დღეში ვერ აიღო კიევი ამერიკამ ვერ დასცა ირანი და ასე შემდეგ ხო აი ბევრი რაღაცა მოხდა ისეთი რომელიც აი თქვათ აი წინა აი ამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე რაღაცა სხვანაირად ვიტყოდით რომ აი ეს ამას მოუგებს ან ვერ მოუგებს ან ეს იქნება ანუ გადაფასებების ეპოქაში და ეს გადაფასების ნაწილია ისიც რომ რუსეთი თქვათ ესე ვერ ამარცხებს თქვათ ისე რაც შეიძლება მოლოდინი ქონოდა ადამიანს ვერ ამარცხებს ერთია და ფაქტია ხო მაგრამ ჩვენ ნამეტანი ისეთი განწყობა არ დავარქოთ ამას აღქმები გქონდა მანამდე თავის დროზე იქ რაღაცა უძლეველობაზე თუნდაც ერთი არმიის თუნდაც აგერ ამერიკის შეერთებული შტატების და ვნახეთ რომ ამხელა ხო წარმოვიდგინეთ ამხელა ქვეყნები უძლეველი ჯარით არმიით ტექნოლოგიებით რაღაცა მათზე ნაკლებად განუვითარებელ და რაღაცა ნაკლები რაოდენობის მოსახლეობას ვერაფერი ვერ უქმნის განსაკუთრებული ვერ შეერთებულმა შტატებმა ვერაფერი ვერ იქნა ხო დღეს ლაპარაკობს აგერ ტრამპი რომ შეხვედრა მინდა მათ ირანის ლიდერთან რომელსაც დაძდებდნენ ხან საიდან ერთი მოკლეს მეორე და ხა გადავიდნენ იმაზე რომ შეხვედრა და ვილაპარაკოთ ანალოგიურ სიტუაციაში ხა რუსეთში ჩვენ რატომღაც გქონია რომ ეს რაღაცა სასწაული მოხდა და ბრძოლის რაღაცა გადატყდა ბრძოლის ველზე რაიმე არაფერი ჩვეულებრივად რაღაცა რამდენიმე დრონი შეფრინდა მანამდე ხო იყო შალვა რამდენჯერმე იყო ამ 4-5 წლის განმავლობაში თქვათ უკრაინელები ურტყავდნენ იმას რა ქვია რაღაცა ნავთობგადამამუშავებელი ობიექტები რაც იყო და უამრავი დაბომბილა უამრავი იყო მაგრამ ეს ახლა ბრძოლის წარმოებას დიდად არაფერს არ ვნებს თავარი გარდატეხა სხვაგან უნდა მოხდეს. ეხლა ვერავინ დამაჯერებს რომ რუსეთი კი არა ნებისმიერი ქვეყანა ისეთი ძლიერია რომ ერთი დრონი ვერ შეფრინდება და 10 ვერ შეფრინდება და 4-5 წლის განმავლობაში ჟანაირად შეიძლება დაიცვა ყველა და ყველაფერი. ეს არის წარმოუდგენელი. არ შეიძლება. ხო და ეს ეხლა იმაში არ ჩამოიცვალოს რომ ვინა თუ არა მაინდა-მაინც იმათი გულშემატკივარი ვარ მე ვარ გულშემატკივარი მშვიდობის და იმისი რომ ხალხი არ იხუცებოდეს ხო მაგრამ ეხლა დრონი შეფრინდა და ლენინგრადში მას რაღაცას корпуს დაეჯახა რაღაცა ნავთობგადამამუშავებელს ეს არაფერს არ ნიშნავს ამიტომ არაფერი ამ შემთხვევაში არ შეცვლილა ცოტა ხნის წინ იყო აგერი სტუდენტური თავში ის რო იყო რა ქვია საცხოვრებელი ობიექტი დაიბომბა მანამდე რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელი ობიექტი დაიბომბა 4-5 წლის განმავლობაში ხა ეგეს თუ ვერ მოახერხეს ну არ ვიცი ომია რა მე რატომ ხო ომია და მე კიდე ერთიც არის მე რატომღაც ვგონია რომ შეერთებული შტატების რუსეთის და დიდი ქვეყნების როგორიც არის ჩინეთი და ასე შემდეგ თავიანთ ისეთ ტექნოლოგიებს რომლებიც შეიძლება
უფრო ბუმბერაზი დიდი ქვეყნებისთვის რაღაცა და ის კონდეთ რა ქვია სტრახოკა დაზღვეულები რომ იყვნენ, ინახავენ და ყველაფერს არ იყენებენ იმისათვის, რომ დაჭირდეთ მე ერთმანეთს უკმილებს დაუხრჭიალებენ მაგალითად ჩინეთი და შეერთებული შტატები ან რუსეთი, იქ კონდეს ის ტექნოლოგიები, რომელსაც არ გაფლანგავენ. ეხლა როგორ დავიჯეროთ რუსეთს, თქვა რომ დაჭირდება ხოლმე რაღაცის საპასუხოდ, გაუშვებს არეშტს. კი ბატონო, ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი აზრით რუსეთი არ იყო მზად თუნდაც სწრაფი ომის მოგებისთვის, იმიტომ რომ მე ვნახე საზარელი კორუფცია. თითქმის ყველა დაჭერილია მაშინ ვინც ომი დაიწყო. შოიგუს აბსოლუტურად ყოველი შემთხვევისთვის არც იმისთვის არ იყო მზად რომ 5 წელი ხო და აღმოჩნდა რომ ის თავისთავად ხადიებს 5 წლის განმავლობაში 50 ქვეყანა და უკრაინა რო გებძვის ევროპული ქვეყანა. წეგან დასუსტებაზე რო ლაპარაკობთ. თავისთავად ხადია დასუსტება, მაგრამ დასუსტება ეს ის დასუსტება არ არის რომლის რა თქმა უნდა ომი წააგოს და ქვეყანა თავზე დაანგრიონ. ის არ დასუსტებულა და პერსპექტივაშიც არა ჩანს რომ მაგალითად ეგრე დაასუსტონ. მე ვფიქრობ უფრო თქვა რომ ეს პირველი მსოფლიო ომის წინანდელი სიტუაცია არ არის, ანუ მანამდე ყველას ეგონა რომ სხვანაირი ომი, აი მე ძამარტი რამს ვამბობ, აი ხა სულ რო ვუყურებდი ხოლმე, მახსოვს ომამდელი სამხედრო კონცეფციები რა იყო რომ რაღაცას ძალიან თანამედროვე ტანკები პირველი დარტყმის დოქტრინა რომ ბევრი უნდა დააყარო. ეხლა ომი როცა საერთო სხვანაირი ომია. პირველი დარტყმის დოქტრინა. გასაგებია დრონებით მუშაობენ, მაგრამ დრონს რო თქვა 50,000-იანს რო 9 მილიონიან რაკეტას ესური ეგეც ატომილია და გაზომილია. და გარდა ამისა ბენზინის ნაკლებობა აქვს კაცო რუსებს, ეს ბენზინის მე რატომღაც მგონია რომ რასაც შეერთებული შტატები და რუსეთი არ დასუსტებულა, რასაც ესენი აკეთებენ, ყველაზე მეტად დასუსტება ევროკავშირი. და ევროკავშირს დაანგრევენ ამით. უყურე რა შეასაქმე საბჭოთა ხარჯები გაეზარდა სამხედრო ხარჯებიც გაეზარდა. უკრაინის დაფინანსებას თლიანად მაგათ კისერზე გადავიდა და საბჭოთა კავშირი ბოლოს როგორ დაანგრეს, გამალებული შეიარაღება რო დაიწყეს და ერთ-ერთი ფაქტორი. კი, ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი იყო. ღალატი უფრო იყო მან. კი, ანუ მათი ეკონომიკა არ იზრდებოდა. ეხლა დაახლოებით პარალელი რო აიღო, საბჭოთა კავშირის ეკონომიკა აღარ იზრდებოდა, გაჩერებული იყო და გამალებული შეიარაღება დაიწყეს, ეჯიბრებოდნენ შეერთებულ შტატებს და ასე შემდეგ ჩაუტარეს. იგივეს დაახლოებით აკეთებს შეერთებული შტატები და მე მგონი სხვა ქვეყნებზე აწარმოებენ. ახლა ამას ევროკავშირი გაუძლებს თუ რუსეთი გაუძლებს, ხო? აი ცოტა ხანში გამოჩნდება რა. ჩვენ როცა საერთაშორისო ამბებზე ვლაპარაკობთ, საერთაშორისო ძალიან კარგი რამ ვნახე. შეიძლება სკეპტიკურად იყო განწყობილი იმის მიმართ რომ შენი მე სხვებზე ვამბობ ჩვენს ტელევიზიაში ეგეთი ადამიანი არ არის რომ შენი მეგობარი ევროპელი ქვეყანა შენთან ჯაშუშებს არ აგზავნის. რა თქმა უნდა ყველა ქვეყანა ყველას წინააღმდეგ ჯაშუშობს და ძალიან კარგად ჩატარდა რაც ჩატარდა მეგობრებო, ვიცით ყველა გვარდა სახელი იმ ადამიანის აღიარებაც ჰქონდა ეპისტოლარული ჟანრის საფრანგეთის ამბავს ეღვევი, როდესაც გამოაშკარავდა საფრანგეთის ინტერესები, ჯაშუშური ინტერესები და აგერ გავიგეთ ფრანგული პრეზიდენტი რომ ის ორი პირი, რომელიც აწარმოებდა დაზვერვას, ისარგებლეს რა ჩვენი ხელისუფლების წინადადებით, ნებაყოფლობით გაიყვანეს აქედან. დარწმუნებულია რეგიონის თუ არა რეგიონის, ბევრი ქვეყანა ჯაშუშობს ასე ჩვენს წინააღმდეგ, ბუნებრივია სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ეს, მაგრამ ჩვენებიც ასე რო აკეთებენ, ეს არის ძალიან კარგი, როგორც აკეთებენ და როგორც გააკეთეს ლამაზად თქვია მაგას პირდაპირ. ეხლა რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ხო? ჩვენ ეხლა უნდა შევხედოთ პერსპექტივაში რა არის მოსალოდნელი. ჩინეთი სულ რამდენი მოთამაშეა დიდი? ამერიკა, რუსეთი, ჩინეთი, ევროკავშირი, ანუ ევროკავშირში სხვადასხვა პრობლემებია. ირანი არ არის დიდი. რეგიონალური მასშტაბისა. ჩვენ რეგიონში არის. ჩვენ რეგიონში თურქეთი რო არის, ისეთი რომელიც რეგიონალურს არ საუბრობ. ხო, აი ეს სამი ადამიანი, სამი დიდი ქვეყანა როგორც ძალაგდება, ისე უნდა იყოს. ჯერჯერობით პატარა ქვეყნები ხელს უშლიან ამის ძალაგებას. ხა ზელენსკის წერილი თუ დაიკითხეთ, ძალიან სურდეს ამაზე პასუხი ხო დადებით გინებები არა მაგრამ შეურაცხყოფელი წერილია და ვითომ დიპლომატია არა ომის დამთავრებელი არა აი და გასაგებია რომელი ქვეყნის
აგენტების მიერ არის დაწერილი და გაკეთებული. ამიტომ ომის დასრულებას მე პირადად მივიშნევ ცოტა შემდგომ პერსპექტივად, უკვე თითქმის ყველამ გაიგო, რომ ეს ომი არავის არ აწყობს, მაგრამ თურმე აწყობს ზელენსკის. უთის თუ უსმინეთ თქვენ ძალიან რბილი განცხადებები გააკეთა ზელენსკიზე მიუხედავად ამ წერილისა, ძალიან რბილი და მასაც როგორც ჩანს, დონბასის აღება სურს და მეტი აღარ. არის რუსი ხალხი ამას როგორ დათანხმდება, ეგ საკეთებაა, მაგრამ ძალიან დიდი მსხვერპლია და ძალიან დიდი დანაკარგია. თავისი თამასის მახეშია პუტინი, რაც მან დათქვა, რომ აი ესენი უნდა მაშინ მოუწევს მობილიზაცია. გადმოვიდეთ საქართველოზე, ჩვენ ოპოზიციას და შმოპოზიციას, უბრალოდ შმოპოზიციას ესამე საერთოდ ანავლებს და ეხლა არის დაკავებული ზეძალთა ბრძოლა არის მიშა ალიანსის დანარჩენი წევრები და სხვა ოპოზიცია. რა ხდება ოპოზიციაში ჩვენ გულისხმობ, როცა უშვერი სიტყვებით აგინებენ ერთმანეთს. რატომ დაიწყო ეს კიდევ ერთი ამბოხება მიშას წინააღმდეგ? მიშა რატო არის მოუშორებელი ჭირი მათთვის სანს? მოკლედ შალვა რა იცი, ძალიან ხშირად არის სიტუაცია, როდესაც ლიდერი ძალიან კარგია, ეს ძალიან ცინიკოდ ვიტყვი, სულიერ ლიდერის მდგომარეობაში ან მკვდარის მდგომარეობაში. ხო, მკვდარი ყველაზე კაია. ხო, ანუ რაც გულისხმობ. ეგ უნდა მისასგან კი. ანუ ნაციონალურ მოძრაობას თავარი შიდა ტრაგედია არის ის, რომ ის თავიდან ბოლომდე ეყნობა მიშას პირად სიყვარულს. კი. მისი მომხრეების უდიდეს რომელსაც მიშა არის რაღაც ნახევად რელიგიური მისტიკური ლიდერი და მიშას აძლევენ მხარს. მიუხედავად იმისა, მიშას რა პოლიტიკა ექნება. მიშამ რო ხვალ რო თქვას, რომ საქართველოს რუსეთს უერთებაო, ნაციონალური მოძრაობის 90% იტყვის, აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ ექნება ამას. სადღაც აქამდე მიშა რა გენიოსია, აქამდე პირიქით იყო და ეხლა რა გენიალური რაც დაებადაო. ანუ ეს არის ობიექტური რეალობა. მის ირგვლივ რა ხალხიც არის, ამ ხალხს საკუთარ ინტერესს. აი მე გეტყვით, პირადად მე მაგალითად ძალიან აი ფანტასტიკურ სიამოვნებას მანჭებს ნაცების შიდა ომის ყურება, იმიტომ რომ ეს არის აი აქ ომობს ისეთი ხალხი, რომელსაც ყველა რაღაცნაირად ძალიან საინტერესო. აი ავიღოთ ნიკა მელია. ნიკა მელია არის ადამიანი, რომელსაც ალბათ ერთადერთმა სცადა ნაციონალური მოძრაობის შეცვლა, თავში ხელი წამოარტყეს, უთხრეს რომ შენი ადგილი იცოდეო და დამთავრდა. ავიღოთ ცოლქმარის პარტია. ანუ ცოლქმარის პარტია არიან ცოლქმარის პარტია ეს არიან ხალხი, რომელსაც რამოდენიმეჯერ დაეშალათ პარტია და ბოლოჯერ კაკო ბობოხიძემ გამოაგდო საკუთარი პარტიიდან. ანუ ხვდებით, ან პარტიის და თან ეს არის ხალხი, რომელიც თუ არჩევნებში ღებულობენ მონაწილეობა 3% არის თავზე ხელს აღება ისეთი შედეგი. შესაბამისად, პლუს ავიღოთ ნიკა გვარამია. ნიკა გვარამიას აქვს ისეთი სტრატეგიები, რომელიც არასოდეს არ ამართლებს. ამ ხალხს უნდა რაღაც ახალი მოფიქრება, ოღონდ მიშას გარეშე, მიშას სახელის გამოყენებით. რაც არის უბრალოდ შეუძლებელი. პლუს ამას ანუ ჩვენ ხო ვიცით რა, რომ მიშას აქვს რამოდენიმე სრული. პირველი ციხიდან გამოვიდეს. მეორე იყოს მარადი სულიერი ლიდერი, საქართველოს თუ არ გამოვა უკრაინა, უკრაინა თუ არ გამოვა საქართველოს და ახლა მე დარწმუნებული ვარ, მიშას ძალიან უნდა, რომ ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დაიწყოს შიმშილობა ან რაღაც აქციები მიშას გამოსვლის მოთხოვნით. ოპოზიცია მიცის, რომ ეს ამ სიგიჟეს არ უნდა ჩაიდგინოს. ნულოვანი პერსპექტივა აქვს. რის გამოც მიშა ეხლა შლის ამ რაღაცა ხელოვნურ მარაზმს. მე უფრო საგარეოზე გავაკეთებდი, როდესაც ამერიკული დელეგაცია იყო ჩამოსული, პრაქტიკულად გაუწყრა ოპოზიციას, უთხრა რომ რატომ არ შეხვედით პარლამენტში და მე ყოველ შემთხვევაში ესე აღვიქვი, რომ საჯაროდ პრაქტიკულად ეს ოპოზიცია ამ ოპოზიციაზე უარი თქვა. მე ეს დავინახე მოვლენა რა. საგდებმა. ხო, ამერიკა მაინც. არა, მთავრობამ და არა კონგრესში არიან კიდევ ვიღაცები. აი, ან ეს არის ძალიან დიდი რამ, იმიტომ რომ ესე ყოველთვის გეუბნები, შეიძლება ქართული ხალხი არ გურიჩევს, მაგრამ სამაგიეროდ იმხედავთ საერთაშორისო ხარდაჭერა გვაქვს, რომ ქართული ხალხი ვალდებულია, რომ გაითვალისწინოს ეს ხარდაჭერა. აღმოჩნდა, რომ ესე არ არის. ეხლა მეორე არის, არ ვიცი, ევროპელები რას იზავე. იმედია ევროპელების მიხვდებიან, რომ ესეთ პოლიტიკურ ძალებს ხარი არ უნდა დაუჭირო.
მაგრამ ნუ ერთ-ერთი იმედი ალბათ ეხლა ესეთი ოპოზიციისთვის არის სწორედ ევროპა და ევროპული რაღაცა ხო ევროკავშირის ბიუროკრატია. ეს კიდე სამომავლო საკითხი, მე მგონია რომ იქაც მე მგონი მიხსნა რომ ამათგან არაფერი არ გამოვა. საბოლოო ჯამში ჩვენ ვიღებთ რაღაცა უაზრო პროცესს და ამ პროცესს ქვია ერთმანეთზე გადაბრალება. იმიტომ რომ ვიღაცა ხომ და იყოს განტევების ვაცი. ხო? და ეხლა არის ის რომ უცბად აღმოჩნდა განტევების ვაცი ის, ვიც რესურსად, სიმბოლურ რესურსად იყენებდნენ ყველა. საუბარია სააკაშვილის, ხო? ეხლა სააკაშვილის ჩვეულებრივად ეგ საკითხია და ისინი რო ებრძვიან, ისინი იმიტომ კი არ ებრძვიან, რომ არ ეთანხმებიან და არ უყვართ მიშა. პირიქით ისინი იმიტომ ებრძვიან, რომ გადარჩნენ, თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე. თორე აბსოლუტურად ყველაფერს შეეთანხმებიან სააკაშვილს და არაფერი რეალურად იდეურ თვალსაზრისით და პოლიტიკურ თვალსაზრისით გასაყოფი მასთან არაფერი არ აქვს. მე მახსოვს ამას ვამბობდი, რომ აი წარმოგიდგენთ ოპოზიციის ამორჩეველი რაღაცა რა ვთქვათ, აი რაღაცა არ ხარ ესეთი რა. ხო, რაღაც მოგივიდა და ხარ და აი ჩვეულებრივ რა გინდა რომ აი საქართველოს ყავდეს ოპოზიცია, ჯანსაღი დემოკრატიული სული, აი არც ნაცი არავა და აი უყურებ ამათ. ესენი რომ თავრობაში მოვიდნენ, რას დაატრიალებენ, ანუ თან ამათ აი მე ყოველთვის მაქვს რომ აი ესენი არის აი ემანაციის თეორია რო არის, რომ აი ბოროტება აი რომ ვერ ეტევა თავის ფიალაში და რომ გადმოდის. ან ხო შეუძლიათ რომ მოდი ბიჭებო, ეხა მოდი კულისებში ვიდაოთ, ხალხს არ გამოვიტანოთ, ერთიანობა ვაჩვენო და თუ რა ეს არ შეუძლია. არა რომ თასი აიღო, მოდი რა არ გავლანძღოთ ხოცობ. ხო, არ გავლანძღოთ. მეორეჯერ აიღო თასი და მოდი რა საჯაროდ არ გავლანძღოთ. არ რო გადადის ნაპოლიში არ ვთქვათ რომ ეს ცუდი ფეხბურთელი. არა, ეხლა იყო. ხო, ეხლა თასი მეორეჯერ აიღო და კიდევ იმას უკიჟინებენ, რომ არაფერი არ თქვა პოლიტპატივნებზე. ან მაგალითად, როდესაც ეხლა შედგა 2 დღის წინ აი პრემიერ-მინისტრთან დუშენის სინდრომი დაავადდა ბავშვებს შორის რა შეთანხმება და რაღაც ხო, ანუ კი ანძღავ. ნუ და იმას კი არ უნდა და იმ შობელს უნდა რაღაცა კონკრეტული შედგა რაღაცა იყო პროცესი, რომელსაც ჭირდებოდა გამორკვევა, ურთიერთგარკვევა, დიალოგი მივიდა. იმას კი არ უნდა რომ შენ ოპოზიციური ქულები და ამას ვერ ხდები. არა, შედეგი უნდა იმას. ეს ბოროტების სიბრიყვე. მე ამას უწოდე. ეს ანუ ხო არის გაქნილი ბოროტება, ცვიერი ბოროტება, ყველაზე საშიში. მაშინ ეს არის ბოროტების სიბრიყვე, როცა ის თავის თავს ვერ ნიღბავს. აი ეს არის რაც ამათ ჭირდა. ნუ რა ვიცი, ახლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ როდესაც იყო კრიზისული მომენტები, როდესაც მათ შორის დაიწყო ეს ომი უკრაინა-რუსეთის, ხო? მაშინ იყო გაურკვევლობა, მაშინ აი რა ხდება, რაღაც სანქციებზე არ შეერთება ინდივიდუალურ სანქციებზე ეს, აი ან ყველა წვერვალ მომენტში ოპოზიცია ჩაფლავდა, რაც არის იმის გარანტი, რომ მათ როდესაც კონდათ დაუძინებელი მეგობრების ეგრეთ წოდებულის უდიდესი მხარდაჭერა ვერაფერს გახდნენ, ეხლა მით უმეტეს ეს დაშლილების თამაში ლოგიკურია, ეს კარგიცაა საზოგადოებისთვის, რომ ესეთი პოლიტიკური ძალები რაღაც იყვნენ მარგინალიზებულნი რა. ბატონო, ზაზა დაასრულეთ შეიძლება. ჯერ დავიწყებ აგერ ჯაშუშებთან დაკავშირებით. თურმე ესე იგი აქაც აღმოჩნდა, რომ შენ ევროპელი მეგობრები ქვეყანას ჩვენს ქვეყანას ჩვენთან ჯაშუში. ხო, რა საინტერესოა, თურმე ყოლია და აქამდე არ ვიცოდი. აგვიკვირდა ცა. რა საოცრება მოხდა რა ხედავ, იქ რუსეთსაც კი არა. რუსეთსაც მარტო რუსეთს კი არა კაცო, ირანს კი არა ყავდა. საფრანგეთსაც ყოლია და უამრავ ქვეყანას ეყოლება. და ისინი ხო ჩვენი მეგობრები არიან და პარტნიორები. რანაირად შეიძლება კაცო, ნეტავი რაღაცა გაურკვევლობასთან ხო არა გვაქვს საქმე. არა, არაფერი. უყურეთ საქმე რაშია. დღეს, როდესაც აი ჩვენი ხელისუფლება აცხადებს ხოლმე და ამას ჩვენს ვეთანხმებით, რომ დღეს საქართველო არის ისეთი ძლიერი, როგორიც არასოდეს. მაგალითად, აი დამოუკიდებლო უახლოეს ისტორიაში. ესეთი ფაქტი ხო არ მომხდარა, რომ ევროპის წევრ უდიდესი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყნისათვის გამოგეცხადებინა, რომ მარტო იმას კი არა, საერთოდ ყველა შენი რეზიდენტი წაიყვანეო. შენი აგენტები გაშიფრულია და მე მაქვს იმისი ძალა, რომ გითხრა, რომ ესენი წაიყვანე თორემ, აგერ ერთი დავიჭირე უკვე, დანარჩენიც ვიცი და წაიყვანე. შესაბამისად ისიც ზაობას აცხადებს, გაყავს თავისი აგენტები და მოდის მოლაპარაკებაზე. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები კულუარულად ამასთან დაკავშირებით დარწმუნებული ვარ მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ასევე დაიწყებენ მოლაპარაკებებს სხვა ქვეყნებით. ეს განაცხადი სახელმწიფოს მხრიდან ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი დამადასტურებელია იმის, რომ ქვეყანა არის გაძლიერებული. ქვეყანა არის ძლიერი და ვიღაცა ანგარიშს უწევს.
და ეს ვიღაცა არის ევროკავშირის დიდი ქვეყანა, 1, 2, მესამე და მეხუთე. ერთ საკუთარ დაზვერა ყავს სოფლიოში. რა თქმა უნდა. ფრანგული დაზვერას რა თქმა უნდა, ერთი რომ უსაფრთხოების სამსახურები არიან ჩვენი გაძლიერებულები, პოლიტიკური ნება არსებობს. რა თქმა უნდა და მე ასე თქვა პოლიტიკური ხელმძღვანელობა სწორ ნაბიჯებს თავს. თუ წავიკითხავდით იქ წერილო გამოქვეყნდა ის საფრანგეთის ერთ-ერთ გამოცემაში, რომელიც დაკავშირებულია იქაურ უსაფრთხოებასთან, იქ პირდაპირ წერია, რომ მოერიდნენ ერთმანეთთან რაღაცა დაძაბვას და შესაბამისად ფრანგებმა უტყუარი მტკიცებულებები რა თქმა უნდა ფრანგებმა გამოიწვიეს იქედან აგენტები. ახლა ეს ჩვენი ფრანგების აგენტი დაკავებული რომ ამტკიცებდა რომ ესო პოლიტიკური ნიშნი დამიჭირეს, იმიტომ რომ ვიღაცების რაღაც სისულელები ხომ დადასტურდა თვითონ ფრანგები ძახიან რომ აგერო ჩვენი აგენტიაო, კი ბატონო მართალიაო და სხვები გამოვიწვიეთ ასე შემდეგ. ანუ აქ ტყუილის მარცვალი არსად არაფერი არ არის. აქ არის ჩანს ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი უსაფრთხოების სამსახურები, რომელიც არის როგორ გითხრათ, აი როგორ შეიძლება რომ ეს არ გიხაროდეს. ანუ შენ გაქვს ინდაგვარი ქვეყანა, რომელიც არის მოძლიერებული და უკვე დიდ ქვეყნებს აექრობას უწევს. აექრობას და იძულებულები არიან ანგარიში გაგიწვიონ. რაშიც მართალია. რაშიც მართალია. ანუ ხუშტური კი არ არის პაექრობა. თუ მართალია და ანგარიში გაგიწვიონ. ახლა თავარი პოლიტიკურზეც გადავიდეთ. ამ დაგვარად იქნება ზუსტად ანგარიშ გასაწევი ძალა დღეს ჩვენი ხელისუფლება. და აგერ დავიწყეთ შეერთებული შტატებიდან, რომლებმაც შემდეგ აქ მე განცხადება გააკეთეს ხომ ნახეთ არა, იქ საერთო ღირებულებებზე იყო ლაპარაკი და საერთო ღირებულები უამრავი. მაბატი ეკლესიაზეც როცა იქ გახდნენ ახალ პატრიარქთან, იქაც ისეთი განცხადება გამოაქვეყნეს რომ გახარებული იყო. რაღაცა დიდი მედებს ვაყარებდა. მე უბრალოდ რა არის იცით, ის თქმა მინდა. მე ერთ პატარა განცხადებას წავიკითხე, არ მინდა რომ იმ განცხადებიდან რამე სიტყვა გამორჩეს. ეს არის შეერთებული შტატების სახლ-დეპის მიერ გაკეთებული განცხადება. დელეგაციის წასვლის წინ, ხო? წასვლის შემდგომ. ხო, ნუ რა მნიშვნელობა. შედეგად გაკეთებული. უყურეთ, რამხელათი მნიშვნელოვანია, ეს მე მან გამოაქვეყნა, ჩვენმა საელჩომ გამოაქვეყნა. შეერთებული შტატები საქართველოსთან მეგობრობის საფუძვლად მიიჩნევს საქართველოს ფუნდამენტურ ღირებულებებს, მათ შორის სარწმუნოებას, ოჯახს, ეროვნულ იდენტობასა და ღრმა პატივისცემას ღვთისმოძებული უფლებებისადმი, რომელიც ადამიანის ღირსებას უზრუნველყოფს. მან გვაქვს პატარა განსხვავება, ჩვენ ღვთისმოძებული უფლებების სხვა გვაქვს და იმათ სხვა, მაგრამ კი ბატონო, ამაზე შეთანხმება შეიძლება. თავარი რაზეც აქცენტს აკეთებს, ჩვენო საერთო ღირებულებები გვაქვს და ისეთი ღირებულებები გვაქვს, რომელსაც იცავს საქართველოს რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება. ეხლა აი ოპოზიციის ხარდამჭერებზე რომ საუბრობდით და რომ ვერ დაღვინდნენ კიდე. ჩამოთვალონ აი ამ ღირებულებებიდან, რომელიც შეერთებული შტატები რაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელ ღირებულებასთან არის ახლოს ოპოზიციური სპექტრი. რომელთან ოჯახის ღირებულებასთან დაკავშირებით, რა ქვია, ოჯახთან დაკავშირებით ღირებულებასთან საერთოდ ახლოს არ არიან, ეროვნულობასთან ახლოს არ არიან და ასე შემდეგ, რომელიც იყო ჩამოთვლილი. პირიქით LGBT პროპაგანდას უჭერენ მხარს და ქართული არაფერი არ გააჩნიათ, ხო ასია. ამიტომ დაიწყეს ეხლა შეტევა დაიწყეს, როგორც კი მიხდნენ რომ ურთიერთობები ლაგდება, ჯერ ერთი აი ოპოზიციაზე როგორ შეიძლება არ თქვა ღირებულებებზე რომ ლაპარაკობდა საქართველოს ინტერესებზე, შედალოცვილო, ხალხს რომ მოაგროვებ, რუბიოს მივესალმო კი არაო. აგერ გქონდა ცოტა ხნის წინ ახალი პატრიარქი აირჩიეს, ხო? არც იმას მისალმებულ ხარ. არ შეუძლიათ არც არავინ შეხვედრია, ხო, სურვილი ხომ მაინც უნდა გამოთქვა. შეხვდე ქვეყნის მომავალზე რაღაცა ბეძე პოზიციაზე ილაპარაკო და ამაზე მეტი რა უნდა გააკეთო. ანუ თუ პოლიტიკოსად მეგაჩნია თავი, საიდან უნდა დაიწყო, ხო ასია რა? ანუ გინდა თუ არ გინდა მხარს უჭერ თუ არ უჭერ მის პოზიციას. რა თქმა უნდა შეხვდე და შენი პოზიცია, შენი რაღაც დამოკიდებულება და ასე შემდეგ. არაფერი მაგდაგვარი, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმოთ მაკრონს, მივესალმოთ რუბიოს, ვიღაცა იუკრევიჩიანი ამას ეძახის, ეს ამას ხო, სანდუს და რაღაცა მაიას ყვირიან და მეტი არაფერი. ამათ საერთო არაფერი არ აქვს ქართულ ღირებულებებთან. შესაბამისად, რანაირად შეიძლება ამათ კონდეთ მხარდაჭერა.
და ეხლა იმ ხარდაჭერაზეც რომელიც მაგალითად საერთებული შტატებიდან ჰქონდათ და იქიდან რა ევროპიდან დარჩა და ახლა ამ აგენტების ბეჭდთან დაკავშირებით აი მოკლედ რა უყურეთ ჩვენ რომ მოქცეულიყავით ისე როგორც ესენი რიყები მოიქცნენ და გაგვიჯერებინა მაგალითად შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციისათვის და გაგვეტარებინა ყველა ის დავალება რასაც ისინი გვაძლევდნენ და რასაც რა ფორმითაც კიდევ გვემუქრებოდნენ ეხლა რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდით ხო ომში ვიქნებოდით არა რა თქმა უნდა დაქცეულების ხო ვიქნებოდით მაგრამ ეხლა ხო როგორ სიტუაციაში არიან ესენი უკვე დროში სივრცეში და ვითარებაში დაკარგულები არიან არიციან რა ქნა შეერთებული შტატებმა პირდაპირ გამოუცხადა აგერ ნუკრი რომ ამბობდა პირდაპირ დამოკიდებულად თქვენ ქვეყანას უჭირდება პოლიტიკური ოპოზიცია რომლებიც უნდა თანამშრომლობდნენო ინსტიტუციების ხელისუფლებასთანაც და ინსტიტუციებთანაც მორჩა და გათავდა თქვენ ქუჩა-ქუჩას შეავლს და ბოდია დაანებოთ ხო ეხლა ვეღარც პარლამენტში ვეღარ შევლენ რა უნდა შევიდნენ ხო ქუჩაშის პერსპექტივა აღარ აქვს დარჩნენ დამოკიდებული ევრობიუროკრატებზე რომლებიც ცოტა ხანში ისინიც მიატოვებენ იმიტომ რომ იქაც შეიცვლება სიტუაცია და აღმოჩნდა ქუჩის აქციები არის კიდევ კი ცოტა დაახლოებით 100 კაცი ყოველდღიურად დადის მაგრამ უკვე აღარავის აღარ აინტერესებს თვითონაც აირიათ უკვე სათვალავ ხელფას იღებენ და დადიან ანუ ნახე რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ იმაში ბორბალში რომ ციყვირო დარბის თუ რა ესე მდგომარეობაში არის ვეღარ გამოდიან უფრო კარგი ამიტომ დინამოს მიუერთებდა დელს გამოიმუშავე ეხლა ვეღარც თავის პატრონებს ეუბნებიან შალვა რომ ეს რა დღეში ჩაგვაგდეთ მაგაც სადა ხო უფლებებია საერთოდ არ აქვს შეერთებულმა შტატებმა უგანა და დარჩენ ამათ იმედზე. ამაშიც ხო, ამაშიც პერსპექტივა უკვე მიხვდნენ რომ აღარ აქვს. ზუსტად მაგიტო ჭამენ ერთმანეთს. უკვე რომელი მოიპოვებს ოპოზიციის, თავარი ოპოზიციური ძალის მაგაზე მიდის ომი, ამათ ხელისუფლებაში მოსვლის რესურსი აღარც რევოლუციურად არ აქვს და აღარც არჩევნებით არ აქვს. რესურსი უნდა გქონდეს, რომ ვინც დარჩა ფულის გადახვდელი, ამათ გადაუხადოს. ეს არის და ეს მეტი არაფერი არ არის. აი ეს იქნება აწლაბარაზის და კონტინენტის. კარგად ძანდებოდეთ მეგობრებო, საინტერესო განხილვა. ალბათ ჩვენ მომავალ შაბათს შევხვდებით ერთმანეთს.